დავიწყოთ? აქეთ? ეს დაიწყავშენ აქედან მოგზეთქვი იმას მომწიჭე იმას დაჭერა ამას ასე დავიწყოთ ხო? მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მოგეხსენებათ რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია ძალიან მძიმე. აქედან გამომდინარე ჩემი მოძრაობა ეძებს ამ კრიზისიდან გამოსასვლელ გზებს. განვიხილავთ ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელ საშუალებებს, რომელსაც აქვე გაგაცნობთ. უპირველეს ყოვლისა შევეხები ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკურ ვითარებას. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან უნდა გქონდეს არა ისეთი დამოკიდებულება, როგორც ნაცმოძრაობას ჰქონდა, არამედ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა. რას გულისხმობ ამაში? მე მინდა ამერიკელ ხალხმა იცოდეს ეს, რომ ჩვენ ვართ დიდი ისტორიის და კულტურის მქონე ერი. ჩვენ პატივცემთ ყველა ერს, ვისაც უყვარს თავისუფლება და დემოკრატია. და მინდა მიმართო ამერიკის ელჩს და ვთხოვო მას, რომ ჩემი ქვეყანა არასოდეს არ იქნება მონა არც ერთი სოფლიოში დიდი ქვეყნის. და გაიგოს ეს, რომ საქართველო და ქართველი ერი არის ძლიერი ერი და ჩვენი ურთიერთ მეგობრობა უნდა იყოს მეგობრული. ანუ ჩემ ერს უნდა მოექცეთ ისე, როგორც ექცევით თქვენ ხალხს. პატივცემულება. უნდა გადაიხედოს ჩვენ ქვეყანაში სავიზო რეჟიმის პირობები მეზობელ ქვეყნებთან და რას გულისხმობ ამაში. მოგახსენებთ. მაგალითად, 2010 წელს საქართველოს საზღვრები ერთ-ერთ ქვეყანასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ამას. თურქეთზე საერთოდ არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, ვლაპარაკობ ირანზე. 2010 წელს საქართველოს საზღვრები გადაკვეთა 21,000 ირანელმა. ამავე წელს საქართველოში დარეგისტრირებული იყო 84 ირანული კომპანია. $2012 წელს ამ კომპანიების რიცხვმა იმატა და 2012 წელს დაფიქსირებული იქნა საქართველოში 1489 ირანული კომპანია. რიცხვი კი 90,000-მდე გაიზარდა, ვინც გადაკვეთა ჩვენი საზღვარი. სავალალოს რას ხედავ ამაში? ამ კომპანიებში ძირითადი მომსახურე პერსონალი ირანელია. და მხოლოდ 10%-ია ქართველი. ან საქართველოს მოქალაქე. საერთოდ, როცა პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, ხელისუფლებასგან არ უნდა ისმოდეს ისეთი ფრაზები, რაც შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს კონსტიტუციას. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში თქვა: მე მივანიჭებ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალურ ძალას, რათა შეწყვიტონ მონური მოქცევა და შევცვლი ჩვენი ხალხის მენტალიტეტს. პრემიერს უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეს ეს აქვს მინიჭებული კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული ყველა უფლებების გამოყენება შეუძლია ჩვენ მოქალაქეს. რაც თავის დროზე
ნაცმოძრაობას რომ გათვალისწინებოდა, დღეს ჩვენი საზოგადოება ევროპული საზოგადოების მსგავსი იქნებოდა. რაც შეეხება საქართველოს შიდა ეკონომიკას. მაგრამ სანამ მე გადავიდოდი ამ საკითხზე, მე მინდა ერთი რაღაცა მოგახსენოთ. გუშინ 16 საათზე ჩვენმა პრემიერმა 2 სექტემბერს განაცხადა, ციტირებ, მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი ევროპული ტიპის არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. თუმცა გარანტია როგორც წესი რამით უნდა იყოს გამყარებული. ჩემს შემთხვევაში კი ცოტა რთულია საქმე, რადგან იმ თანამდებობით ვარ პასუხისგებელი, რომლისას დატოვებასაც ვაპირებ. ამიტომ რჩება მარტო ჩემი პატიოსანი სიტყვა. მე ვერ გებულობ რას ნიშნავს ეს. მე არ მესმის პატივცემულო პრემიერო. მე კიდევ ერთხელ მოგმართავ თქვენ. 1 ოქტომბერს 2012 წელს ქართველმა ხალხმა მარტო თქვენ გენდოთ. მარტო თქვენ. და თქვენ აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ მიდიხართ. რას ნიშნავს ეს? ვინ უნდა დატოვოთ თქვენ? ასეთი განცხადებებით მერე სარგებლობს ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც მე დავარქვი ნაციონალური მაფია. და მე მარტო მე კი არა, ჩემ ხალხსაც უკვე ეჭვი ეპარება იმაში, რომ რაღაც შეთქმულებას აქვს თქვენ შორის ადგილი. გავაგზავნოთ. რაც შეეხება საქართველოს შიდა ეკონომიკას, როგორც უკვე ვთქვი, დღეს ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში ძალიან მძიმეა. სააკაშვილი და მისი ჯგუფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა კიდევ უფრო დამძიმდეს. და ამას 1 ოქტომბრის შემდეგ ორმაგი მონდომებით აკეთებს. ნაცმოძრაობის მიზანია ხელი შეუშალოს სახელმწიფოს წინსვლასა და ინტეგრაციას ევროკავშირში, აგრეთვე ზოგადად დემოკრატიის გავითარებას ჩვენ ქვეყანაში. მას იმისათვის მომარაგებული აქვს მთელი თავისი რესურსი რას გულისხმობ? გულისხმობ მონოპოლიურ ჯგუფებს, რომლებიც ფლობენ ნავთობპროდუქტებს, ფარმაცევტიული და საკვები პროდუქტების ბაზარს და სხვა საწარმოებს. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ კონკრეტულად და მიზანმიმართულად ნაცმოძრაობა ავალდებულებს ამ ხალხს ფულის შეტანას, ავალდებულებს აიძულებს, აშანტაჟებს ბიზნესმენებს დღეს საქართველოში. დღესაც გრძელდება ეს. ფაქტები გვაქვს, მე მქონდა შეხვედრები, მე ვერ დავაკონკრეტებ, იმიტომ ვერ დავაზუსტებ მაგათ გვარებს ბიზნესმენების, რომლებიც მე მეუბნებიან დღესდღეობით ასეთ რაღაცას პატივცემულება. ამ 2 დღის უკან შევხვდი ბიზნესმენებს და მაგათმა მითხრეს, ბატონო გელა, თქვენ ძალიან კარგად იცით, რას აკეთებდნენ ბატონი ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი და ახალაიები. ერთმანეთს უსმენდნენ, ერთმანეთზე აგროვებდნენ კომპრომატებს, თქვენ წარმოგიდგენიათ, ჩვენზეც ისეთი კომპრომატები აქვთო, რომც გვინდოდესო დღეს ჩვენ დაგეხმაროთო და თქვენ იმ ფონზე, რომელზეც მე ვლაპარაკობ, ფული შევიტანოთო, ვერ გავაკეთებთო ამას. ვეშინიაო. ხალხი დღესაც 1 წელიწადი გავიდა, რაც ნაცმოძრაობა წავიდა ამ ქვეყნიდან.
პოლიტიკურ არენიდან, მაგრამ წასული არ არის. ეს არის მირაჟი, პატივცემულობა. მირაჟია. მე რო ვლაპარაკობ, ის მახრჩობელა, რომელიც დასრიალებს ჩემი ქვეყნის ირგვლივ, მისი თავია ნაცმოძრაობა. იმ მახრჩობელას გაგრძელება ტანი ზოგიერთი პარტია, რომელიც შედის დღეს ოცნებაში. დამიჯერეთ, მე მაგის ფაქტები გამაჩნია. მოვადრო და ყველაფერს მოუყვები ჩემ ხალხს. ამ ყველაფერს ხელს უწყობს პრემიერ-მინისტრის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ახლო მომავალში თანამდებობას დატოვებს. ან დატოვებას აპირებს. ვერაფერი ვერ გავიგე. ხან მიდის, ხან რჩება. სწორედ ამ ცვალებადი განცხადებების შედეგია ის, რომ უცხოელმა ბიზნესმენებმა და იმ ინვესტორებმა, რომლებიც საქართველოში ბიზნესის წარმართვას აპირებდნენ, შეაჩერეს თავიანთი ინვესტიციები. ისმის კითხვა, ხო შეგვიძლია დავუსვათ პრემიერ-მინისტრს და ჩემ კაბინეტს, ჩვენ კაბინეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დავუსვათ კითხვა. როგორ გამოსწორდეს ასეთი მდგომარეობა? როგორ უნდა გამოასწოროთ ეს? ბიზნესმენები გარბიან, ეკონომიკა გაჩერებულია. მე მიკვირს საერთოდ ინფლაცია რატო არ არის? ეთყობა დიდი ძალისხმევით აჩერებენ ესენი ინფლაციას. და მე მაშინ მიმართავ პრემიერ-მინისტრს და ვეთქვი მას, რომ ჩემი სპეციალისტები მუშაობენ ამ საკითხებზე, მინდა დაგეხმაროთ პატივცემულო პრემიერო თქვენ და თქვენ მინისტრთა კაბინეტს. ამ კითხვაზე ჩვენ მოძრაობას პასუხი შემდეგი აქვს. ჩვენი აზრით, პირველ რიგში აუცილებელია ყავდეს სტაბილური მთავრობა. პრემიერი უნდა გაჩერდეს თავის ადგილას იმდენ ხანს, რამდენიც ეკუთვნის. შემდეგ უნდა მივიღოთ ანტიმონოპოლიური კანონი. ეს აუცილებლად არის მისაღები. მე მიმართავ პარლამენტის დეპუტატებს, რომ ეს კანონი მივიღოთ. კანონი ნორმალურად ვერ იმუშავებს. თუ არ არის ნორმალური კონსტიტუცია. ამიტომ გადასახედია სახელმწიფოს მიდგომის სტილი, თვითონ სტილია სახელმწიფოს გადასახედი, აი ეს რასაც აკეთებენ დღესდღეობით, არაფერს გარდა ღარიბაშვილის სამინისტროს გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა და მე მინდა კიდო გითხრათ, რომ რაღაცა ენერგეტიკის მინისტრი რაღაც ახალ რაღაცები შემოაქვს ამ ქვეყანაში, დანარჩენი სამინისტროები საერთოდ არაფერს არ აკეთებენ. საერთოდ არაფერს არ აკეთებენ. ფინანსური უწყება საერთოდ არ მუშაობს სამაგიეროდ. 3.600.000 ლარი გამოიწერეს პრემია 6 თვეში, რა გააკეთეს, ესეთი ვერ გავიგე. აკეთებენ ისეთ შეცდომებს, წარმოუდგენელ შეცდომებს, ნაცმოძრაობის დროს არ იყო ასეთი შეცდომები დაშვებული. იგივე შეცდომებს იმეორებენ, რაც 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის კაბინეტმა გააკეთა. ციხეებში ისეთი სიტუაცია, ისეთი დღესდღეობით, ისეთი სიტუაცია, რომ მაგაზე რომ მოგიყვეთ, გაგიჟდება ჩვენი ხალხი და ჩვენი საქართველო. მომსახურე პერსონალი გარბის ციხეებიდან, პატივცემულო, არ უნდათ მუშაობა. გაუზარდეს ამათმა ხელფასები, მაგრამ გარბიან, იმიტომ რომ ციხეებში ისევ დაბრუნდა ის სიტუაცია, რასაც ვლაპარაკობდი, მე ყოველთვის ვაფრთხილებდი მაგათ და ვეუბნებოდი, მაყურებლები არიან, ნარკოტიკის შედის და სხვა უბედურებები ხდება დღესდღეობით ციხეებში. დევნილების მინისტრი საერთოდ არაფერს არ აკეთებს, საერთოდ. და როდესაც ჩემი დევნილები მიდიან მაგასთან და ეხვეწებიან, რომ სხვადასხვა დახმარებებზე ეუბნებიან, შვილები გვიგდებაო, შიმშილითო, ცხელი წყალი ჩვენ არა გვაქვს, შუქი არა გვაქვს, დევნილების მინისტრი პასუხობს. თქვენ თვითონ დაუსვით თქვენ თავს ეს საკითხიო და თქვენ თვითონ უპასუხეთო. დევნილების მინისტრი პასუხობს ამას.
განათლების მინისტრი საერთოდ არაფერს არ აკეთებს, პატივცემულებო. არანაირი წინადადებები არ აქვს ამან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ოცნება არ იყო მზად ამ მოგივისთვის. არ ყავდათ მაგათ არც კადრები და არც პროფესიონალები. ერთადერთი მე მიმაჩნია დღესდღეობით სამინისტრო, რომელიც რაღაცას აკეთებს, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე მაგას დაუდგები, მე ღარიბაშვილს ირაკლის დაუდგები გვერდში. დაუდგები, იმიტომ რომ ჯერჯერობით სავსეა ეს უწყება ნაცმოძრაობის კვლელებით და სადისტებით. იქიდან გამოსაგდებია ეს ხალხი ყველა. და მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროდან არა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ მარტო კონსტიტუცია არ არის შესაძლებელი აქ. ეს კონსტიტუცია იყო დაწერილი სააკაშვილის თავრობისთვის. ამიტომ გადასახედია სახელმწიფო მიდგომის ყველა მიმართულება, გამიგეთ? საგადასახადო პოლიტიკის მიმართ იმ კუთხით თუ როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკა და წინ წავწიოთ იგი ამისათვის კი ბიზნესმენებს უნდა მივცეთ საშუალება განავითარონ თავიანთი ბიზნესები და როგორ მინდა რომ ეს გავაგებინო მთავრობას. მთავარი მიმართულება ეკონომიკაში წარმოებაა დღეს საქართველოში და ტურიზმია. ჩვენ მიგვაჩნია ეს მთავარ ორი მიმართულებით უნდა იმოძრაოს ჩვენმა კაბინეტმა. რასაც ჩვენი ეკონომიკის წინ წაწევა შეუძლია. ესე იგი ტურიზმსაც და წარმოებას. საამისოდ საუკეთესო საშუალებაა ტურიზმის განვითარება. კერძოდ ინფრასტრუქტურის, გზების, კომუნიკაციების და ასე შემდეგ მიხედვა. შავი ზღვის სანაპირო ზოლი კურორტად უნდა ვაქციოთ. ტურისტს, რომელიც დადიოდა საბერძნეთში, თქვათ, შვეიცარიაში და სხვა ქვეყნებში, ყველაფერი ნანახი აქვს. ყველაფერი ნანახი აქვს მაგათ. საქართველო კი უცხოა მისთვის. საქართველოს მართლა საუცხოო ბუნებაა. კარგი საშუალებაა ტურიზმის გასავითარებლად. მივხვდით, ანუ რა მინდა ამით თქვა. ხო შეიძლება პროფესიონალები თუ ჩვენ არ აკვას ამ ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ, რომლებიც ასწავლიან ჩვენ ტურისტულ კომპანიებს როგორ უნდა გავიტანოთ ეს პროდუქტი საზღვარგარეთ. ასწავლიან იმას, როგორ უნდა წარმართოთ ეს ბიზნესი, ტურიზმი. ჩვენი მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომ ანაკლიიდან ბათუმამდე ზღვის სანაპირო ზოლი გადავაქციოთ აქტიურ ზოლად. უპირატესობა მივანიჭოთ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც მიხედავენ ამ ზოლს. და უყურეთ რა შეთავაზება მაქვს მე პრემიერისთვის. 3-5 წლით მანძილზე არანაირ გადასახადი არ გადავახტევიოთ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ამ სანაპირო ზოლს მიხედავენ. ასე გააკეთეს თურქეთში და თურქეთმა თავისი ტურიზმი გაანვითარა. 3 და 5 წლით რატომ? 3 წლით იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მარტო აშენებენ ამ სასტუმროებს და ანვითარებენ სანაპირო ზოლს და მეც არაფერს არ აკეთებენ. 5 წლით იმ ბიზნესმენებს, რომლებიც აშენებენ და პლუს ამასთან ერთად მოამზადებენ ჩვენ მოსახლეობაში, მოამზადებენ პროფესიონალურად მენეჯერებს, მომუშავე პერსონალს, რომელიც იმუშავებს ამ სასტუმროებში და სხვადასხვა დაწესებულებაში. და ამ ბიზნესმენებს ვეთქვით, დაასაქმეთ ქართველები ან საქართველოს მოქალაქეები. ეს ბარიერი უნდა დაუწესოთ მაგათ. საშუალებას ვაძლევთ უცხოელ ინვესტორს. ჩადოს ჩვენ ქვეყანაში ინვესტიცია, მაგრამ მაგასაც ბარიერს დაუყენებ, რის მიხედვითაც დასაქმდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ასეა გაკეთებული ბევრ ქვეყანაში და მე ერთ მაგალითად შემიძლიათ
არაბეთის ემირატები მოგიყვანოთ. იქ პატივცემულებო ვერანაირ ინვესტიცია ვერ შემოვა ქვეყანაში, თუ თვითონ არაბი არ დადგა ამ ინვესტიციის თავკაცად და არაბები მუშაობენ მარტო. ამ დროს მინდა გაგახსენოთ, რას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა. შემოყავდა ინვესტორები სხვადასხვა ქვეყნიდან, თქვა თურქეთიდან, მაგალითად, ისინი ხსნიდნენ კომპანიებს და მარტო თურქები მუშაობდნენ იქ. 3 და 5%-ამდე მუშაობდა ქართველი მოსახლეობა. რატო პატივცემულობო? თუ შემოაქვს ინვესტიცია ჩვენ ქვეყანაში, დაასაქმეთ ჩვენი მოქალაქეები. თუ არა და არ მოგცემთ მაგის საშუალებას. ბიზნესის კიდევ ერთი მხარეა წარმოება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ღვინის წარმოება, მეხილეობა, ციტრუსი, თხილი, ჩაი. ჩვენი მეჩაიები თურქებთან მუშაობენ. აქ კი ყველაფერი მიტოვებულია და განადგურებულია. ეს ასე არ უნდა იყოს და ასე არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ გვაქვს ამის გარდა ოქროს საბადოები, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საბადოა კაზრეთში. საიდანაც დღესდღეობითაც ჩვენ გაგვაჩნია ინფორმაცია, ყველაფერი სააკაშვილის ჯიბეში მიდის. რატომ ხდება ეს, არ ვიცი. დღეს პრაქტიკულად 11 თვეა გასული, რაც ოცნებაა მოსული. სწორედ ამ ყველაფრის გავითარებას უშლის ხელს ნაცმოძრაობა. იმავეს აკეთებს ქართული ოცნებაც, რომელმაც სიტყვა კოჰაბიტაცია ნაცების გადასარჩენად გახადა ასეთი პოპულარული. სულ სხვა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას. სულ სხვა პატივცემულებო, ეს მოდის საფრანგეთიდან ეს სიტყვა და მათთან ეს სიტყვა იმიტომ მუშაობს პატივცემულებო, რომ იქ დემოკრატია და იქ სასამართლოა, რომელსაც ქვია ხალხის სასამართლო. იმ სასამართლოში შეუძლია უბრალო მოქალაქეს მივიდეს და დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ჩვენ ქვეყანაში ეს არ ხდება დღესდღეობით. ამიტომ ეს სიტყვა არ იმუშავებს ამ ქვეყანაში. ჩვენი აზრით, კოჰაბიტაციის პროცესი იმისათვის სჭირდებოდა ნაცმოძრაობას, რომ მისი დანგრეული რიგები გადაეხასებინათ და ისინი ახალი სახეებით შეევსოთ. ასე რომ ბუნებრივად მივდივართ ისევ იმ კითხვამდე, რა უშლის ხელს ინვესტიციის მოზიდვასა და ეკონომიკის განვითარებას საქართველოში. ჩვენი მოძრაობის აზრით ეს მიზეზებია. პირველი, დღევანდელი მთავრობის ასეთი დამთმობითი პოლიტიკა. მეორე, მონოპოლიების არსებობა. მესამე, საგადასახადო პოლიტიკის ორმაგი სტანდარტი, რაც კანონმდებლობით არის მიღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოძრაობა საქართველოს აწრივი მიიჩნევს, რომ მისაღებია ანტიმონოპოლიური კანონი, რომელიც უკვე ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ იმოქმედებს. ამ ყველაფერს რომ მივახციოთ, უნდა დავიბრუნოთ სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია. ხალხი დიდი ხანია პატივცემულო პრემიერო და ოცნების დეპუტატებო სამართლიანად ითხოვს ეგრეთ წოდებულ ნიურნბერგის პროცესს საქართველოში. თქვენ არც ერთი დაპირება არ შეასრულეთ პატივცემულო ოცნების წევრებო. შუქის ფული ფასი არ გაანახევრეთ. პენსიები ვერ გაზარდეთ 220 ლარამდე. სამართლიანობაც ვერ აღადგინეთ. რისთვის მოხვედით? გეკითხებით მე თქვენ. რისთვის მოხვედით?
ისევ რომ ჩემი ხალხი მოატყუოთ? მე დღეს მომდის ინფორმაციები, რომ ერთ-ერთი კანდიდატის, საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბში გადადის ზოგიერთი ოცნების წევრები. რა ხდება, პატივცემულება? ისევ გინდა ჩემი ხალხი მოატყუოთ? ისევ უნდა იმ ერთ-ერთ ნაცმოძრაობის კუც იყიდოს ეს სავარძელი? არ გამოუვა მას ეს. სანამ მე ცოცხალი ვარ, მაგას ეს არ გამოუვა. საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთი პიროვნება, ვისაც უყვარს საქართველო, ვისაც უყვარს ქართველი ერი და ვინც კოცნის იმ მიწას, რომელზეც დადის. თუ ასეთი არ ახარ, ვერ იქნები საქართველოს პრეზიდენტი. მე გპირდებით მაგას თქვენ. მე გპირდებით მაგას თქვენ. იცის იმ პიროვნებამ, ვიზედაც მე ვლაპარაკობ. მე დღესდღეობით ვაგროვებ ფაქტებს, რასაც ძალიან მალე, როგორც თქვით, თქვენ დაიწყებთ თქვენ საკანდიდატო, საპრეზიდენტო არჩევნებს, მე ყველაფერს ვეთქვი ჩემ ხალხს. სიმართლეს ვეთქვი, რაც ხდება დღესდღეობით ჩვენ ქვეყანაში. მე მინდა გითხრათ, რომ ის, რაც მე დღეს წარმოვთქვი და ზემო აღნიშნული თქვი, ეს აუცილებელია, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. რადგან ის სამართლიანობაზე, როდესაც ვლაპარაკობდი, უნდა გასამართლენ ეს დამნაშავეები. ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა და მათი მთავარი ორგანიზატორი სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში. პატივცემულება. უნდა იჯდეს ციხეში. ჩემი ხალხის სისხლის მსმელები, მკვლელები უნდა იჯდნენ ციხეში. აბა გაბედოს კილაშვილმა გამოუშვა ახალაია და ვანო მერაბიშვილი. აი მერე მიიღებს ჩვენგან ისეთ პასუხს. მერე ნახავს მაგი, რას გავაკეთებ ჩვენ. სამართალი უნდა ასრულდეს. მე არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს პროკურატურისა და სასამართლოს სისტემები. გამოძებდნენ იქიდან და პოლიციიდან ნაცმოძრაობის კადრები, რომლებიც წლების მანძილზე ბოროტებას ემსახურებოდნენ. ამავე დროს ჩვენ მთავრობას მივაწვდით ჩვენ მიზნებსა და ამოცანებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ უნდა დავეხმაროთ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, ყველა ომის ვეტერანებს, ბავშვებს, მოხუცებს, სოციალურად დაუცველ პირებს. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს და ჭკვიანური, კეთილმეზობრული და მეგობრული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ეს ძალიან მალე მოხდება. მე მინდათ მოგახსენოთ, პატივცემულო საზოგადოება, რომ არასოდეს არც აფხაზები და არც ოსები წამოვიდნენ ჩვენსკენ, სანამ ეს ნაცმოძრაობა და ეს ნაციონალური მაფია მართავდა ჩვენ ქვეყანას. ამიტომ ჯერ ჩვენ უნდა გამოვსწორდეთ, ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვასწოროთ და შევარნაძიდან დაწყებული, დამთავრებული დღევანდელი კრიმინალებით ყველა უნდა იყოს, მე გულისხმობ სააკაშვილს და მის მაფიას, ყველა უნდა იჯდეს ციხეში. როდესაც ჩვენ მაგათ ჩვენ ძმებს, აფხაზებს და ოსებს დავანახებთ, რომ ჩვენ საქართველოში კანონი კანონობს, კონსტიტუცია იცავს მთავარ ღირებულებას ადამიანს, არა ფულს, არა ბიზნესმენებს, არა პრეზიდენტს და პრემიერს, ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს. მაშინ მიხვდებიან ისინიც და გააკეთებენ იგივეს. და მაშინ მოხდება ის, რაზედაც ჩვენ ვოცნებებთ. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენ ძმებს აფხაზებს და დავიბრუნებთ ჩვენ ძმებს ოსებს და საქართველო გამთლიანდება და საქართველო იქნება ერთიანი, ლამაზი და ბედნიერი. მე ვიცი, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ თუ დავდექით ერთად. გავაკეთებთ იმ ხალხთან ერთად,
ვისაც უყვარს საქართველო და ვისაც ფიქრობთ ჩვენნაირად. ჩვენი პარტია საქართველო, ჩვენი პრეზიდენტია ქართველი ხალხი. გაუმარჯოს საქართველოს. მე მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს საქართველო, ვისაც უყვარს ქართველი ერი. გავერთიანდეთ და ერთიანად მივაღწიოთ იმას, რაზედაც მე ვლაპარაკობ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ რამე კითხვები გაქვთ, გიპასუხებთ. კარგად ზანდებოდეთ.